დაპდაბებით ხელში ათასობით ამერიკელი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ქმედებებს ვაშინგტონის ქუჩებში აპროტესტებს. დემონსტრანტები ამერიკის დროშა გადაფარებული კუბოთი სიმბოლურად ამერიკის ჯარის სხვა ქვეყნებში არსებობის შედეგებს უსვამენ ხაზს. რამდენიმე დემონსტრანტმა თეთრი სახლის წინ ველოსიპედებსა და როლიკებზე ამხედრებულმა ირონიზირებული წარმოდგენა დადგა ბომბდამშენის მუყაოს მაკეტების გამოყენებით. HK Sunni კორეელი ამერიკელების მშვიდობის ჯგუფიდან აცხადებს, რომ ამერიკული ჯარის შემცირება, მათ შორის ორი კორეის სასაზღვრო რეგიონიდან, მომგებიანი თავად ამერიკისთვის იქნება. თქვენ აქ სოციალურ საშინაო პროგრამებს ასამარებთ, რის შედეგებიც ნათლად იგრძნობა. ჩვენ უმუშევრობის მაღალი პროცენტი გვაქვს, მოსახლეობა იტანჯება. ხალხი ხვდება, რომ ომზე უსაფუძვლო კონცენტრების მაგივრად ყურადღება სხვა რამეს უნდა დაეთმოს. ომის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია სტუდენტებისთვის მეტი დახმარებისა და დაბალი სამხედრო დანახარჯებისკენ მოუწოდებს მთავრობას. ერთ-ერთი ორგანიზატორი ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ბრაიან მენაფია. ჩვენ აქ ვართ, რათა ხაზი გაუსვათ ჩვენს დამოკიდებულებას ობამას ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ ქვეყნის მომავალი ვართ და ჩვენში ინვესტიციების დაბანდება სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეროვნული მონუმენტის წინ სტუდენტებმა საფლავის ქვები იმ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების პატივსაცემად დააწყვეს, რომლებიც უახლოესი სამხედრო ოპერაციების შედეგად დაიღუპნენ. ჯოშ ტიბერი ერაყის ომის ვეტერანია, ის ცდილობს ახსნას საკუთარი ტრანსფორმაცია სამხედროდან დემონსტრანტამდე. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესი იყო, რომელიც აქამდე მოსვლას უძღვოდა წინ დღეს. მე მონაწილეობას ამ მემორიალის მოწყობაში ვიღებ და ვფიქრობ, რომ ეს ერაყში ომში წასვლამდეც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. პროტესტი ერაყში ომის დაწყების 7 წლის თავის აღსანიშნავად მოეწყო. ამ დღიდან მალევე ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ 2500 ამერიკელი სამხედრო ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაიგზავნებოდა. ომის საწინააღმდეგო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ომის საპროტესტო დემონსტრაციები ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ობამა პრეზიდენტი გახდებოდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუება გრძელდება. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.